მე როდესაც საჭესთან ვჯდები, ვფიქრობ იმაზე, რომ ნეტავ ორმოში არ ჩავარდე, ნეტავ ორმოზე სწორად გადავიარო, ნეტავ წარმოსახვითი ეს უწყვეტი ხაზი არ გადავკვეთო და ზებრა დავინახო. როგორ მასწავლია, ხო? აი იქ წერტილს ხედავ, აი აქ რაღაცა ლაქას ხედავ, ესე არ შეიძლება. მე ვარ ანია ფციაური, ჩამოვედი თბილისიდან. მართვის მოწმობის ქალაქის ეტაპს ვაბარებ ახალციხეში, ვცდილობ უკვე რომ მესამედ ჩავაბარო ეს გამოცდა. ესე იგი, პირველი და უმთავრესი რაც არის, ეს არის ასევე მინდა რომ დავაფიქსირო, არის უდიდესი გადასახადი, თვითონ გამოცდის საფასურს გულისხმობ. როდესაც ამხელა თანხებზე არის საუბარი, 250 ლარიანი იქნება თუ 90 ლარიანი, ჩამოვდივართ ქალაქში, ვიღებთ შუებულებებს სამსახურებიდან, ვეთხოვებით, ყველანაირად ვცდილობთ, გავდივართ ცალკე აქ სწავლებას, გაკვეთილებს, ყველანაირად ვცდილობთ რომ ავიღოთ მართვის მოწმობა, ჩამოვდივართ და გვხვდება ქალაქში საოცრად, არ ვიცი, სიტყვებით ვერ აღწერ, ისეთი სიტუაცია არის. გზები არის აბსოლუტურად მოუწესრიგებელი, გაუმართავი, უამრავი ორმო გადათხრილი, წინაჯერზე როდესაც ჩამოვედი, ხიდი იყო გადათხრილი საერთოდ. ასევე დღესდღეობით მაგალითად მეორე მარშრუტზე კონკრეტულად ვინც საქმის კურსში არის, კარგად გამიგებს. მეორე მარშრუტზე არის უამრავი ორმო, რომელზეც გვიწევს, არ ვიცი, რაღაცა სასწაული მანევრირებების ჩატარება. მაშინ როდესაც აი ამ დონემდე თხოვენ ახალ დამწყებს, ხო? დამწყება უნდა იცოდეს, როგორ უნდა ბოდიში და გადააფრინდეს ამხელა ორმოებს, როგორ უნდა დაძლიოს ყველანაირი შეფერხება. ასევე უნდა დავინახოთ თურმე ისეთი გზები, მონიშნები, სადაც არ ჩანს არანაირი მონიშნო, არანაირი ზებრა, ყველაფერი გადაკუცული არის. აბსოლუტურად არაფერი არ არის. მოკლედ, ერთი სიტყვით რომ დავაფიქსიროთ ჩემი აზრი. და აი ზუსტად ამ პირობებში, როდესაც ჩვენ თვითონ არანაირ პირობას არ გვიქმნის, არც სააგენტო, არც მუნიციპალიტეტი, საერთოდ არავინ ვის ეკუთვნის ის, რომ მოწესრიგებული იყოს გზები, ყველა ერთმანეთისკენ იშვიეს საბოლოო ჯამში ხელს. მე ვითხოვ იმას, რომ დამხვდეს გზა მოწესრიგებული, იყოს მონიშნა, იყოს დახაზული, ზებრა უნდა ჩანდეს და არ უნდა ვიმკითხაო, მე არ უნდა მიწევდეს, როდესაც მეუბნებია, რომ წარმოსახვითი ზოლი გაავლე. წარმოსახვითი ზებრა, ანუ როგორ უნდა წარმოვიდგინო და თუ წარმოვიდგინე, მაშინ მიწევს იმხელა ორმოზე და იმხელა ორმოზე გადასვლა, რომ ყველა ვარიანტში მიწევს უწყვეტი ხაზის გადაკვეთა. ან როდესაც თუ არასწორად მანევრირებას გავაკეთებ და ამ ორმოში შესაბამისად ვერ გადავალ, თურმე აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო კუთვნილ საკუთრებას, ასე ვთქვათ, ვაზიანებ. ანუ იმ ავტომობილს რაზეც ვზივართ, ხო? ანუ აბსოლუტური განუკითხაობა არის. ვის შევსჩივლო, ხო? მოვდივარ თქვენთან. მივწერე ასევე მერსაც, ახალციხის მერსაც, დავაფიქსირე ყველგან ჩემი აზრი, სადაც შეიძლებოდა რომ დამიფიქსირებინა, იმიტომ რომ ვიღაცა იტყვის რომ რატო ხარ მაშინ ჩუმად, ხო, რატო არ დააფიქსირე შენი აზრი. სადაც ხელი მიმიწვდებოდა მე ჩვეულებრივ მოქალაქეს, ანია აფციაურს, ყველგან დავაფიქსირე ჩემი აზრი, ყველას მივმართე, რომ არ შეიძლება ხალხო, ეს არის ადამიანების წამება, რაც ხდება გზებზე. რომ ამხელა თანხას იღებს სახელმწიფო სტრუქტურა და ელემენტარული ხალხო არ არის მოწესრიგებული საგამოცდო გზა, რომელიც არის სულ 3 მარშრუტი არის, ვიცით ახალციხეში, ხო? აქედან აი არც ერთი არ არის მოწესრიგებული.